საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალნიშიბისში სოფლის საერთო კრებას დაესწრო. კრებაზე მოსახლეობამ მას გააცნო ის პრობლემები, რაც მათ აწუხებთ, ესენია სარწყავი წყლის პრობლემა და გაზიფიცირება. სოფლისთვის გამოყოფილი არის 16,000 ლარი. პრობლემები დატვირთული სოფელია, აქ არსებობს სარწყავი წყლის პრობლემები, არსებობს გაზიფიცირების პრობლემები, არის შიდა ინფრასტრუქტურის პრობლემები, თუმცა გაზიფიცირებასთან და სარწყავი არხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით სხვა სამინისტროები მუშაობენ და პრიორიტეტებში განსაზღვრული აქვთ ამის მოწესრიგება. უშუალოდ ჩვენი სამინისტროს კუთხით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გასულ წელს დაწყებული ბავშვთა სათამაშო მოედნის შეკეთება დასრულდება. ეს პრობლემა ყველა სოფლის პრობლემაა და ესაა სარწყავი წყალი. პირველი რიგის. სოფელში დაწყებულია უკვე სასმელი წყლის გამოყვანა, უკვე პროექტი გამზადებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ამჟამად გვაწუხებს სარწყავი წყლის შემდეგ, ესაა სოფლების გაზიფიცირება.